აქ არის ნაჩვენები ადამიანს რა ანიჭებს სიხარულს. ძალიან მნიშვნელოვანი რამე. წინამძღვარს ერთხელ მიართვეს მონასტერში ხდება. მონასტერი არის ის ადგილი, სადაც ადამიანები განმარტოებით ცხოვრობენ. ოჯახები არ აყავთ მათ, ოჯახებს არ ქმნიან, მიდიან და განმარტოებით იწყებენ ცხოვრებას. ღმერთს მიუძღვნიან თავის თავს. ერთ-ერთ ასეთ მონასტერში წინამძღვარს მიართვეს ყურძენი. წინამძღვარმა იფიქრა, მოდი მე არ შევჭამ, მოვითმენ და მონასტერში რომ სნეული ძმა გვყავს, ძმებს ეძახიან ისინი ერთმანეთს. ძმები არიან ისედაც აბარა ქრისტეს მიერი ძმები. მოდი იმას გაუგზავნი და მართლაც გაუგზავნეს ამ ავადმყოფ ძმას. მანაც თქვა, მოდი მეც მოვითმენ, არ შევჭამ და სხვას გაუგზავნი და კიდე სხვას გაუგზავნეს. მონასტერში ბევრი ბერები არის. მერე მან კიდევ სხვას გაუგზავნე. აი ხა წარმოიდგინეთ ჩვენ აი რამდენი ადამიანი ვართ ხო აი. და ახლა მაგალითად ვინმესთვის რომ რაღაცა კანფეტი მიეცა და ეთქვა თომას, თომა და მათე სულ მერე ამიტომ არ მიწყებს მათეს. ლუკასთვის მიეცა, ლუკას გაბრიელისთვის და მთელი ბავშვები შემოევლო ამას და ბოლოს ისევ ჩემთან მოსულიყო და ბოლოს ისევ მართლაც ამ წინამძღვარს მიუტანეს. განა იმიტომ რომ რადგან წინამძღვარი უბრალოდ ერთმა მეორეს გაუგზავნა თავის თავს არ მისცა უფლება რომ აიღო და ხელა ყურძენი ეჭამა. არა რა ერთი მტევანია კაცმა რო თქვას რა არის, მაგრამ წინამძღვართან რომ მივიდა ეს ყურძენი ძალიან გაიხარა. იმის გამო კი არა რომ ერთი მტევანი ყურძენი მიუტანეს. იმის გამო რომ მონასტერში ასეთი სულისკვეთება იყო, რომ ყველა ერთმანეთზე ფიქრობდა. მე რა გააკეთეს? ეს ყურძენი დაანაწილეს თითო მარცვლად, ყველას დაურიგეს და ყველამ ერთი მარცვალი შეჭამა. და მე ვფიქრობ და ეს ნამდვილად ასე იყო. განა მე რო ვფიქრობ, იმიტომ კი არა იქ ასე იყო. იმ ერთი მარცვლის გამო უფრო დიდი ექნებოდა სიხარული, ვიდრე მთლიანი ერთი მტევნის გამო. რატო იცი? იმიტომ რომ მან სხვაზე იფიქრეს. ეგ არის ქრისტიანობა. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, თუ სხვაზე ფიქრი არ დაგიწყიაო, ესე იგი ჯერ ქრისტიანობა არ დაგიწყია. თუ ჯერ სხვაზე ფიქრი არ გაქვს დაწყებული. ამიტომ ქრისტიანი ის არის, ვინც სხვაზე ფიქრობს. რატო იცი? ქრისტიანი ხო ქრისტეს მიმდევარია. და ქრისტემ, როდესაც ადამიანად მოდიოდა, ღმერთი ადამიანად რომ მოდიოდა, ძე ღმერთი, თავის თავზე კი არ იფიქრა. არამედ ჩვენზე იფიქრა, რომ ჩვენ ცოდვაში ვიყავით ჩავარდნილები და ჩვენ რომ ამოვეყვანეთ ამ ცოდვიდან, მან ჩვენთვის თავისი მხოლოდ შობილი ერთადერთი ძეც კი გამოგზავნა. და ის ჩვენთვის ჯვარზე გაეკრა. წარმოიდგინეთ, რამხელა მსხვერპლი გაიღო და ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ ქრისტეს მიბაძოს, ანუ სხვაზე დაიწყოს ფიქრი, ეგ არის ქრისტიანი. და მაგას აქვს გულში უდიდესი სიხარული, იმის გამო რომ სხვაზე იფიქრა.